2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ გამართული აქციების მონაწილე ანატოლი გიგაურს პოლიციელისთვის სილის გარტყმის გამო მოსამართლე ჯებენ აჭყებიამ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ანატოლი გიგაურს პროკურატურა 353 პრიმა მუხლის საფუძველზე პოლიციაზე თავდასხმას ედავებოდა, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა განაჩენის გამოტანის დღეს მოსამართლემ ბრალი 353 მუხლის პირველი ნაწილით გადააკვალიფიცირა და გიგაური ძალადობიდან მუქარით პოლიციის წინააღმდეგობაში ცნო დამნაშავედ. ეს მუხლის სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით 2 წლამდე, ან და თავისუფლების აღკვეთას 2-დან 6 წლამდე. ანატოლი გიგაური თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს მისი თქმით საქმეში დაზარალებულად ცნობილ პოლიციას ვახტანგ გაბუნიას ხელი თავდაცვის ასკრა. განაჩენის გამოტანამდე გიგაურმა დასკვნითი სიტყვით ისარგებლა და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. მან დაზარალებულად ცნობილ პოლიციაზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ დაკავების შემდეგ გაბუნია მასზე ფიზიკურად იძალა. კაცმა, რომელმაც მაწამა ბორკილებ დადებულს თავში მუშტები მირტყა და ტვინის შერყევა დამმართა. იმაზე მეუბნება დაზარალებულიაო და ის არის დაზარალებული. მე დამესხა თავს, მეორედ მე დამესხნენ თავს, მესამედ მაწამეს და 9 თვეად ციხეში ვზივარ და მე უნდა მითხრათ მელაპარაკოთ სამართალზე. სად არის სამართალი? აბა ვნახოთ, რა სამართალს გამოიტანთ. მე გითხარით, გაჩვენეთ კადრები, როგორ მირტყამს სახეში. სიტყვა არ უთქვამს გაბუნიას, ისე მირტყამს სახეში და რატომაც მირტყამს ეგეც აგიხსენით. როგორი იყო მიმდინარეობა სიტუაციის ზუსტად იმ დროს. მირტყამს სახეში მე ვაკავებ მას იდენტიფიცირების მიზნით. შემომყავს კამერებთან, ტელევიზიებთან და ის იგინება და დარტყმას ცდილობს. მეც მინდა მისთვის პასუხის გაცემა, მაგრამ ვიცოდი, რომ პროვოკატორი იყო და უბრალოდ მოვიშორე. სად ნახეთ ჩემი თავდასხმა, ან ჩემი დაუმორჩილებლობა სად ნახეთ? რისთვის მამყოფებთ ციხეში? მე ვიცი რისთვისაც. ვიბრძოლებ ბოლომდე. ახლა თქვენ ხართ სათავეში, მაგრამ ცხოვრება დიდია. ნახოთ სანამდე მივალთ. როგორც საქართველოში გინდა იცხოვროთ? მუნდირის უკან მუწუკები არიან, რომლებიც ჩირკს ცხებენ მუნდირსაც, სისტემასაც. აღადგინეთ სამართლიანობა, დაისაჯეთ მოძალადე. დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული ბატონო მოსამართლევ, რაც გინდათ ის გიქნიათ. მე გითხარით, პოლიტიკურია ჩემი დაკავებაც და ჩემი გაშვებაც პოლიტიკური იქნება. აქ სამართალი და სამართლიანობა არაფერ შუაში არ არის. ანატოლი გიგაური 2024 წლის 25 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ აქციის დროს გიგაური პოლიციას თავს დაესხა, თუმცა სიტუაციას განსხვავებულად აფასებს დაცვის მხარე. მათი თქმით, გიგაურის ხელის მოქნევას თავად პოლიციელის ძალადობა უსწრებდა წინ. განაჩენის გამოტანამდე ლაშა ცუცქირიძე მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მათთვის სამართლიანი განაჩენი მხოლოდ გიგაურის გამართლება იქნება. აქ იმდენად ცხადია ის, რომ გიგაური თავს არ დასხმია პოლიციელს, კერძოდ ის, რომ მან მოქმედება განახორციელა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პოლიციელი 3 წამით ადრე შეკრული მუშტის გამოყენებით სახეში ურტყავს გიგაურს ხელს, რის შემდგომი მოქმედებაც არის უკვე გიგაურის ხელის მოქნევა პოლიციელის მიმართ. იმდენად ცხადად ჩანს ეს მონაკვეთი კადრში, ვიდეო ჩანაწერში. ერთადერთი გზა, რაც მოსამართლეს აქვს საქმის ობიექტურად განხილვის პირობებში, ბუნებრივია ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გამართლებელი განაჩენი, ვინაიდან ანატოლი გიგაური არსებითი განხილვის ეტაპზე დადასტურდა, რომ მოქმედებდა მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და იგი იცავდა საკუთარ ჯანმრთელობას. თეორიულად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრი საშუალება აქვს მოსამართლეს, თუ კი ჩათვლის, რომ მაგალითად თავდასხმა არ არის სახეზე, რაც იქნება ცალსახად დაუსაბუთებელი, მოსამართლეს შეუძლია მუხლი გადააკვალიფიციროს იგივე ანძალადობის მუხზე, რის თაობაზე ჩვენ საუბრობდით დასკვნის სიტყვაში, იგივე 353 მუხზე, წინააღმდეგობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, როგორც მზეამაღლობელი შემთხვევაში იყო, თუმცა ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან აქმული იქნება, როგორც დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, თუ მიიღება გადაწყვეტილება მუხლის შეცვლის, კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველზე. ბუნებრივია ველოდებით ერთადერთ გადაწყვეტილებას და ჩვენი მხრიდან სამართლიანად იქნება აღქმული მხოლოდ და მხოლოდ გამართლებელი განაჩენი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 24 ნოემბერს თბილისში რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას ბრალდებული თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს და ფიზიკურად იძალა მასაზე. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით პოლიციაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო 353 მუხლის პირველი ნაწილით პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა ჩადენილი ძალადობით და სასჯელის სახით და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდგომ კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესს პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავაც ესწრებოდა. გიგაური ნაციონალური მოძრაობის წევრია. ბოკუჩავას თქმით, არც ერთ პოლიტიკურ პატიმარს სასჯელის ბოლომდე მოხდა არ მოუწევს, რადგან მისივე შეფასებით არსებული სისტემა მალე დაინგრევა. ფაქტია, რომ
კლანში არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულებები, იმიტომ რომ ძალიან კარგად ესმით მოსამართლედ წოდებულ პოლიტიკური დავალებების შემსრულებლებს, რომ მათ მოუწევთ ძალიან მაღალი ფასის გადახდა პოლიტიკური დაკვეთების შესრულებისთვის ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც ქვეყნის გარეთ, ამაში ბუნებრივია ვგულისხმობ ერთის მხრივ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მათი კარიერის დასრულებას კეთილსინდისიერების ტესტის ჩაუბარებლობის გამო და მეორე ეს არის საერთაშორისო ფინანსური სანქციები, რომლის წინაშეც თითოეული კლანის წევრი დადგება, იმიტომ რომ ვიცით რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია და აუცილებლად გაგრძელდება. ანატოლი გიგაურის მსგავსად ბრალი გადაუკვალიფიცირდა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს მზია ამაღლობელს. პროკურატურა მას თავიდან პოლიციაზე თავდასხმას ედავებოდა. სუსტად განაჩენის გამოტანის დღეს კი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალის 353 მუხლის პირველი ნაწილით გადააკვალიფიცირა და მედია მენეჯერს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.